მოგესალმებით, მონაგარი ტელეკომპანია პულსის ეთერშია. მე დღეს ძალიან საინტერესო გადაცემამდე შემოგთავაზობთ. დღეს მონაგარ სტუმრობს ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად ძალიან დეფიციტური პროფესიის ადამიანები, ქალბატონი ია გელიძე და ნატა ხაჩიძე. ია გახლავთ ეგთან და გაერთიანების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და ამავდროულად ქალბატონი ნატა გახლავთ ბებია ქალთან, ამჟამად უკვე მეან ეგთანთა ასოციაციის პრეზიდენტი. მოგესალმებით კოლეგებო და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის. და მინდა იმ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე ვისაუბროთ, რომელიც არ თუ დიდი ხნის წინ საქართველოში შედგა პირველად და ეგთანთა პირველ კონგრესს, საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა საქართველოს. რა ღონისძიება იყო ეს და რა შეცვლის საქართველოში აი ეს ახალი თქვა ტალღა და მიმართულება? დიდი მადლობა დასაწყისისთვის მინდა მადლობა მოგიხადოთ გადაცემაში მოწვევისთვის, გავუტანეთ თქვენი დამსახურება და დიდი წვლილი ამ საკითხში პროფესიული განვითარების მიმართულებით განზომელია, ეს მინდა აღვნიშნო. დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს და სიამაყით მინდა აღვნიშნო თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე, რომ აი ეს დიდი ღონისძიება, რომელიც გაიმართა 30 ნოემბერს, 1 დეკემბერს გახლდათ პირველი საერთაშორისო კონგრესი საქართველოში. საქართველოს უმასპინძლა რეგიონში, არა თუ მარტო ქვეყანაში, არამედ რეგიონში, კავკასიის რეგიონში პირველად მსგავსი ფორმატის და ასე რომ ვთქვათ, ლეგიტიმაციის ორგანიზაციას, რომელიც საერთაშორისო ლეგიტიმაციასაც გულისხმობს თავის მხრივ. აქ უკვე ამ კონგრესით წარმოდგენილი გახლდათ მიმართულებები, როგორც ჯანდაცვის მიმართულება, ასევე პერსონალური მომსახურების მიმართულება და უშუალოდ მთავარი ჰაილაითი, რომელიც რეალურად გასდევდა ამ კონგრესს მთლიანად განხორციელების და მანამდე წინამოსამზადებელ პერიოდში გახლდათ ის, რომ მთავარი მიზანი და სლოგანი არის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მომავლის პროფესიონალებისთვის და მთლიანად ეფუძნებოდა ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურებების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებას ქვეყანაში. თლად რომ აღვნიშნოთ მთავარი ფუნდამენტური როგორც ჩამსამეცნიერო, როგორც შემეცნებითი ფორმატი, მთლიანად ფარავდა როგორც კვლევების ნაწილს, საერთნომიანი ექთნის და პერსონალურ მომსახურებების ნაწილში, ასევე ვორქშოპების ფორმატით საკმაოდ დატვირთული იყო და წარმოდგენილი იყო. რა თქმა უნდა, ეს ვორქშოპები არ გულისხმობს იმ ნაწილს, რომ თავიდან შევასწავლოთ რაიმე ჩვენს პროფესიონალებს, მოგეხსენებათ საერთნომიანი ექთნის მიმართულება, განვითარებას საჭიროებს, ახალი უამრავი გამოწვევები გვაქვს ბაზარზე ამ დარგის განვითარების მიმართულებით და კონგრესი მთლიანად პასუხობდა საერთაშორისო გამოცდილებას და სტანდარტებს ამ ძირითად მიმართულებებში. ეს გახლდათ სამეცნიერო შემეცნებითი გამოცდილების გაზიარების და გამოწვევების გაზიარების ფორმატი 18 საერთაშორისო წარმომადგენელი ამერიკის, ევროპის, აზიის და კავკასიის რეგიონის დარგობრივი საექსპერტო წარმომადგენლობა გახდათ ვამაყობ ამ ღონისძიებით და ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვეცა საშუალება ამ გადაცემის ფორმატში ამ კონკრეტულ კონგრესზე გვესაუბრა. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად, ესე იგი, მეც ავთოვანებული ვარ იმით, რომ ძალიან სერიოზული პროფესიონალები ბევრი ქვეყნიდან სტუმრობდნენ საქართველოს და მათ ისინი მიიღებენ მონაწილეობას, ასე იგი, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დეფიციტური მიმართულების განვითარებაში. ეს ექთნები გახლავთ, მინდა გითხრათ, საყრდენი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების და მე მიხარია რომ საქართველოში ამ საქმეზე ესეთი დიდი აქცენტი კეთდება უკვე და ეს მიმართულება ერთგვარად რაღაც ძალიან სწრაფი ტემპით იწყებს განვითარებას. და ამაში თქვენ დიდი წვლილი გაქვთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ბატონო მოგესალმები, შენ თლად შევიდი ხარ. მიანი ექთნები ეს არის საყრდენი და მინდა გითხრათ აი აუცილებელი პირობა ჯანსაღი პერინატალური სისტემის აწყობის, იმიტომ სხვაგვარად ჩვენ თუ არ გვეყოლება საკმარისი რაოდენობის და მაღალი კვალიფიკაციის მიანი ექთნები ჩვენ ვერ შევებრძოლებით ვერც ერთ გამოწვევას, რომელიც ამ დარგში გვაქვს. ეს არის აუცილებელი პირობა და მე ვიტოვებ იმედს, რომ თქვენ ამ მიმართულებით ბევრს გააკეთებთ. აი, თქვენთვის რა მნიშვნელობა ქონდა ამ ღონისძიებას და როგორ გესახებათ, რა როლს ითამაშებს ის ჩვენს რეალობაში? პირველ რიგში უღრმესი მადლობა მოწვევისთვის და ყურადღების გამახვილებისთვის ჩვენს პროფესიაზე, იმიტომ რომ ვინაიდან ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე და პრობლემების წინაშეც ვდგავართ. ყველა ვიცით, რამხელა დეფიციტია ჩვენს პროფესიაში, როგორც ექთანი, ისე მიანი ექთნის პროფესიაში. ამ კონგრესს, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, უამრავი სტუმარი იყო, ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია, ძალიან ბევრი დელეგატები, ანუ ჩვენი ექთნები, ბებია-ქალები, ყველა დაინტერესდა ამით და
ფაქტობრივად გადაჭედილი იყო დარბაზები, ხო და ძალიან მოტივირებულები იყვნენ ვორქშოპებს ყველა ძალიან დიდი ინტერესით ესწრებოდა, ძალიან საინტერესო ორდღიანი ეს კონგრესის განმავლობაში შეხვედრები, ურთიერთგაცნობა, ეს აზრთა გაცვლა გამოცვლა და ეს ძალიან იმედის მომცემი იყო ყველასთვის, რომ აი რაღაც კეთდება და მათთვისაც რაღაცა ნათელი წერტილი გამოჩნდა. ნუ ეს უამრავი სტუმარი მრავალი ქვეყნიდან, ესეც რა თქმა უნდა არის ჩვენი პროფესიის დაფასება და აღიარება და იმედი გვაქვს, რომ აი ეს ჩვენი პირველი ნაბიჯები იქნება შემდეგ და შემდეგ უფრო მეტად განვითარდება. ამიერკავკასიაში პირველი ესეთი საერთაშორისო კონგრესი იყო და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს უფრო მასშტაბური გახდება შემდგომისთვის და უფრო რაღაცა სხვა კონტექსტშიც უფრო კარგად განვითარდებით ჩვენც და უფრო კარგად წავმართავთ დაუშვათ ასეთ ღონისძიებებს. რაც შეეხება მიანი ექთნის პროფესიას, სამწუხაროდ დიდი დეფიციტი გვაქვს პროფესიაში. სამწუხაროდ ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს. 2021 წელს ჩვენი NCDC-ის მონაცემებით სტატისტიკურად 511 ბებია-ქალია დასაქმებული საქართველოში მთლიანად. ეს არის ძალიან მცირე ციფრი. იმ კლინიკების რაოდენობასთან შეფარდებით, რაც საქართველოში სამიანო სერვისებს მიაწოდებს, უნდა იყოს მინიმუმ 1400-1500 ბებია-ქალი უნდა მუშაობდეს. მაგრამ არის მესამედი ფაქტობრივად მესამედი მუშაობს კი. სერიოზული დეფიციტია. კი, ძალიან დიდი დეფიციტია და მე იმედს ვიტოვებ, რომ აი ეს შემდგომი ნაბიჯები, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა რაღაც გარკვეულ ნაბიჯებს და გარკვეულ წინსვლას ამ მიმართულებით ახალგაზრდებში ცოტა პოპულარიზაციას გამოვიწევთ და რაღაცა мотиваციას და მინდა რომ განვითარდეს ეს პროფესია. ძალიან მიყვარს, ძალიან ჩემთვის მშობლიურია და მინდა რომ რაღაცა განვითარება ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო, არ დარჩეს ასაკობრივად და საშუალო ასაკის სამწუხაროდ მიანი ექთნების მაღალია. სამწუხაროდ ძალიან მაღალია და დაბერებადი პროფესია. კი, დაბერებადი პროფესია და ახალგაზრდების მოზიდვა ჩვენს პროფესიაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ახალგაზრდებს ახალი სიცოცხლე შემოაქვთ, ახალი იდეები შემოაქვთ, განვითარება შემოაქვთ, ხო, ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ, მაინც ახალგაზრდული იდეები მაინც ძალიან განსხვავდება და ბევრი სხვა რაღაცა წინსვლელობა შეიძლება პროფესიამ განიცადოს. ეხლა რა შეესაბამება იცით რომ იმისაც რომ ახალგაზრდები მოეძალონ და მოვიდნენ ამ პროფესიაში და გაუჩნდათ ამისი სურვილი ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, ალბათ სახელმწიფოს მხრიდანაც ხომ მართალია და ეს პირველ რიგში რა მომწონს ეხლა თქვენ შეიძლება რაც მე გაგიცანით იამყოს ხედულობაში ხედავთ უფრო ადრე ვიცნობდი მე ვხედავ რომ აი თქვენ რაღაც ერთგვარად პოპულარიზაციას უკეთებთ პროფესიას, ეს არის ძალიან კარგი. პირველ რიგში იმისაც რომ გაიზარდოს მოთხოვნა, თქვათ რომ მოთხოვნა არსებობს ბაზარზე, მაგრამ იმისაც რომ სურვილი გაჩნდეს, რომ პროფესიაზე მაძიებლების მხრიდან მოუნდეს რომ ეს გახდეს ექთანი, ამისაც საჭიროა გახდეს ძალიან მოდური და პოპულარული. და მოდური და პოპულარული ხდება რა, ზოგადად საზოგადოების აზრი უნდა შეიცვალოს, რაღაც ექთანი არ არის რაღაც მეორე ხარისხოვანი პროფესია, ეს არის ძალიან სერიოზული საყრდენი, მე ძალიან ხაზგასმით ვთქვი, ხერხემალია, იმიტომ რომ მე როცა საერთაშორისო პრაქტიკას ვეცნობი, ხოლმე და თქვა თუ ადგილზე ვეცნობი კლინიკებში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შეხედავ რომ შესაძლებელია მეათედი იყოს ექიმების რაოდენობა და ძირითადი ხერხემალი არის უმაღლესი განათლებით ექთნები. ჩვენ და რაღაცა ისეთი სიტუაცია რომ ექთანს უყურებენ როგორც ესეთი ნაკლები კვალიფიკაციის ადამიანს, თუმცა კი გვავიწყდება რომ ჩვენი დანიშნულება როგორ შესრულდება, როგორ მივა, როგორ იქნება გამოყენებული, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ექთანზე. შენ რა გინდა კვალიფიცირებული ექიმი იყო, თუ შემსრულებელი შენ არ ყავს კვალიფიციური, ჩათვალეთო წყალშია გადაყრელი. იქ დამთავრებული და დაწყებული თრო ინფექციის პროფილაქტიკაში და ნოზოკომიალური ინფექციები და ამ შემდეგ თუ ეს მოწესრიგებული არ არის გამოსავალი პაციენტის ჩვენი საბოლოო ჯამში რა პროდუქტია ჯანმრთელი ადამიანი, ჯანმრთელ ადამიანს ვერ იღებ. ამიტომ ეს უნდა გახდეს ერთმნიშვნელოვნად მოდური, თქვენ ამას ცდილობთ რომ გააკეთოთ და ჩემი მომდევნო კითხვა იქნება ასეთი.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ძალიან კარგად ვიცი, რომ გაჩნდა კანონი, საერთო კანონი და ეს ერთგვარად დაარეგულირებს ამ სიტუაციას და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს და ჩემ კოლეგებს, ვინც ამაზე იმუშავა, ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა. ცუდია რომ არ მყავს თქვენთან ერთად ახლა ისინი სტუმრად. და ესე იგი, შემდგომში გამოვასწორებ ამ საკითხს და ამავდროულად ეს თქვენ ზურგს გიმაგრებს, იმიტომ რომ სფერო, რომელიც რაღაც რეგულაციას დაექვემდებარება, იმ სფეროს განვითარება რასაკვირველია უფრო სწრაფად შეიძლება მოხდეს. აი რა ეტაპზე ვართ ახლა ჩვენ? რა პერსპექტივებს ხედავთ თქვენ ამ მიმართულებით? რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებელი? არჩეულებრივი, აი ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა. აბსოლუტურად გეთანხმებით და არ შემიძლია რომ არ დავეთანხმოთ ჩვენ დარგის წარმომადგენლებსაც, როდესაც საუბრობდნენ, რომ აქამდე არ გქონდა შესაბამისი მოთხოვნები და არც ვალდებულება არ იყო დარგის სპეციალისტებისთვის განსაზღვრული და შესაბამისად არც мотиваცია და პოპულარიზაცია პროფესიის და არ იყო მოთხოვნა გადამზადება უწყვეტ განვითარებაზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეს გახდათ და არ შემიძლია რომ არ გავაკეთო კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად დიდი მიღწევაა, დიდი გამარჯვებაა, ძალიან დიდი მადლობა ყველა ინსტიტუტებს, მარეგულირებელ ინსტიტუტებს, დარგის წარმომადგენლებს, ვინც იმუშავა საექთნო და მიანი ექთნის პროფესიის რეგულაციებზე ამ მიმართულებით და უკვე 2023 წლიდან მარტის თვეში დამტკიცდა საექთნო და მიანი ექთნის როგორც დამოუკიდებელი პროფესიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები და ამან უკვე ამ კონკრეტულმა მოვლენამ წინ წაწია საექთნო და მიანი ექთნის პროფესიის წარმომადგენლები იმ კონკრეტული მიმართულებით, რომ აღიარებულნი გავხდით. ანუ გვაღიარა ჩვენმა ქვეყნამ, გვაღიარა ჩვენმა საზოგადოებამ, სამედიცინო საზოგადოებამ და დღეს ეს ეთერიც იმის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ უკვე ეს ძალიან დიდი გამარჯვება. ეს მიმართულება რას გულისხმობს, რომ ჩვენი მსმენელისთვის უფრო გასაგებით გავხადოთ დარგობრივად, აქამდე მიღწევები რა იყო, რომ პირველი ნაბიჯები გადადგმული იქნა გაერთიანებებში, დარგობრივ ორგანიზაციებში, რომ გაერთიანებული იყო ლიდერები, ახალგაზრდა ლიდერები, პროგრესული მოდერნისტული მიდგომებით და ეს იდეა გაჩნდა იმისთვის, რომ დღეს არ არსებობს არაფერი, რა შეგვიძლია ჩვენი პროფესიონალებისთვის გავაკეთოთ. მაგრამ სასტარტო ეტაპზე ძალიან რთული იყო, რადგანაც გარემო, მარეგულირებელი ინსტიტუცია მხარდაჭერას ამ კუთხით კანონმდებლობის არარსებობის გამო ვერ გვიწევდა. და მთავარი დამსახურება მიმართულებით მარეგულირებელ ინსტიტუტებს და უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მესვეურს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, დარგთან ერთად რა თქმა უნდა, გახდათ ის, რომ ანუ ცნობადია დღეს პროფესია მსოფლიო რუკაზე. სწორედ იმიტომ, რომ უკვე რეგულირება გვაქვს პროფესიების. ამით ყველაზე მნიშვნელოვანი პრეცედენტი გაჩნდა აღიარება საერთაშორისო დონეზეც. პირველი პრეცედენტი ეს არის მარეგულირებლის ნაწილში. მეორე მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ რეგულაციები გულისხმობს ჩარჩოებს, სადაც განსაზღვრულია კონკრეტული ქცევების რეგულირებაც, ხო, პროფესიონალების. აქედან გამომდინარე мотиваცია უკვე გაიზარდა ავტომატურად ექთნების და პროფესიონალების, რომ იზრუნოს საკუთარი თავის გადამზადება განვითარებაზე, რასაც უკვე რეგულაციების ჩარჩო დოკუმენტით განსაზღვრული შემდგომში პროფესიის უწყვეტი განვითარების სისტემა უზრუნველყოფს. ასევე ახალი და უძვირფასესი რეფორმა, რომელიც განხორციელდა კერძო საჯარო პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც ევროდირექტივის საფუძველზე გათვალისწინებული გახდათ და საკანონმდებლო საგანმანათლებლო სისტემამ უზრუნველყო და მოგვცა დარგთან ერთად საშუალება, ეს გახდათ დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დარგის პასუხისგებლობას და ბიზნეს სექტორის პასუხისგებლობას, არა მხოლოდ მარეგულირებელი ინსტიტუტების პასუხისგებლობას. სწორედ ეს საკითხი გახლავთ, რომ პროფესიონალებზე მოთხოვნა ორმხრივია, ერთი არის დამსაქმებლის მოთხოვნა, ბიზნეს სექტორის მოთხოვნა, მეორეა პროფესიაზე მოთხოვნა. თუ არა კერძო საჯარო პარტნიორობა, ორივე ფაქტორი და შემდეგ ეს სამხრივი 360 გრადუსი თანამშრომლობა კერძო საჯარო პარტნიორობის ფორმატი ვერანაირად უნივერსალურად ვერ უზრუნველყოფთ ვერც სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას, რატომ? იმიტომ რომ სოციალურ-ეკონომიკური გაუმჯობესება და მდგრადობა დგას თლიანად მაღალ კვალიფიციური კადრების უზრუნველყოფაზე დარგში. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვერ და არ შეგვიძლია ჩვენ დამეთანხმება
რენატაც და თქვენ ალბათ ყველა ამ მიმართულებაში მომუშავეთ ჩართული პიროვნებებისა, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, რომ თუ არა დარგის სპეციალისტების ჩართვა და მათი мотиваცია და ხელშეწყობა, რომ თვითონ მოვლენების განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა, ისე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგების მიღწევა. თუმცა აქ ვაწყდებით რამოდენიმე გამოწვევას. კვალიფიკაცია, კომპეტენციები გვაქვს კი დარგს და აქვს კი დარგს ეს კვალიფიკაცია და კომპეტენციები, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკის განსასაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა, ვთქვათ და ასე შემდეგ. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ლიდერების მხრიდან და წლების მანძილზე და უკვე გარკვეული 15 წლის განმავლობაში პირველი ცვლილება როცა მოხდა სტანდარტების ქალბატონ ნატასთან ერთად და ასევე მარეგულირებელ ინსტიტუტების დიდი ძალისხმევით იყო რომ შემუშავდა ახალი სტანდარტები. აქაც უკვე ნელ-ნელა გამოიზარდა ჩვენი დარგის სპეციალისტები, ლიდერშიპი და შემდეგ უკვე დაგვირგვინდა იმით რომ დღეს საერთაშორისო საექსპერტო წარმომადგენლობამ დამოუკიდებელ ექსპერტთა გუნდმა, რომელიც წარმოადგენს 18 ქვეყანას და მათ მიერ უნიშნელოვანეს გოლს აღიარა ჩვენი შედეგები. ამ კონგრესის სახით უკვე გამოიხადა ის კონკრეტული ფორმატი, რომ ჩვენი საექნო ლიდერშიპი და პროფესიონალების მიერ მიღწეული თანამშრომლობითი ფორმატი, შედეგები უკვე სახელზე გვაქვს. თავარი დიდი გამოწვევა გახლდათ კიდევ ის, რომ დარგობრივ ორგანიზაციებში უკვე გამოიზარდა წევრობის ფარგლებში, თუნდაც არამოტივირებული წევრები, იმიტომ რომ სახელმწიფო განაკვეთები, არასტანდარტები, არარეგულაციის ფორმაში და სისტემაში არსებული კონკრეტული IS გარემოებები ქმნიდა იმ ფაქტს და იმ მოვლენებს არსებულ პრაქტიკას, რომელიც დღეს გვაქვს. ანუ არ არის მაღალი ხარისხის საექნო და მიანიექტნის მოვლა ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში. არა იმიტომ, რომ ეს მხოლოდ დარგის ან ცალკე მარეგულირების, აი ეს სისტემა არ უზრუნველყოფდა. დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე, თუმცა უდიდესი გამარჯვებებით უკვე, უდიდესი ბერკეტებით ხელში დარგობრივი განვითარების მიმართულებით და ეს პასუხისგებლობა მარეგულირებელი ინსტიტუტების, დამსაქმებლების და ბიზნეს სექტორის და დარგობრივი საექსპერტო თანამშრომლობის ფორმატში ძალიან გაიზარდა პასუხისგებლობები, შესაბამისად ძალიან დიდი როლი გვაკისრია ვიმუშაოთ და ჩავერთოთ სტანდარტების განვითარებაში, კონგრესმა ამის საშუალება უკვე მოგცა, იმიტომ რომ საერთაშორისო ექსპერტიზა ჩაერთვება ჩვენთან ერთად თანამშრომლობის ფორმატში და მიღწევებთან დაკავშირებით ჩვენ ამ წლების განმავლობაში უკვე შევქმნით ის პლატფორმა, პლაცდარმი უკვე რომ საერთაშორისო წარმომადგენლობა ჩვენთან კოლაბორაციაშია. მათთან ერთად ჩვენ შეგვიძლია უკვე ვიმუშაოთ და განვავითაროთ სისტემა. შევუწყოთ დანერგვის, რეგულაციების დანერგვის სისტემას ხელი. ჩავრთოთ დარგის წარმომადგენლები. სწორედ ეს არის ამ ეტაპზე რა მდგომარეობაშიც ვართ. გამოწვევა არის მეორე საკითხი, ეს თქვით კომპეტენციები და მეორე საკითხი. უწყვეტი საგანმანათლებლო სისტემა, საგანმანათლებლო პროგრამები, სტანდარტები, კვალიფიკაციები ახალი საჭიროების შესაბამისად, ასევე კომპეტენციების გადახედვა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, ანუ პროფესიულიდან უმაღლეს განათლებაში. აქ უკვე მოდის კვლევები საექნო საქმეში მიანიექტნის მიმართ, აქ უკვე მოდის მეცნიერება და შემდგომში ახალი evidence based practice, ანუ მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკა საქართველოში. პირველი ამის გამოძახილი და სექტნების ხმა და მიანიექტნების ხმა შეცვლის სოფლიოს უკვე ეს კონგრესი გახდათ, სადაც იქ უკვე დაისახა კონკრეტული ნაბიჯები, როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და კიდევ ესეთი მესამე ყველაზე უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფო. ქვეყანაში უკვე შესაძლებლობა გაჩნდა ვიმუშაოთ, გვექნება სტანდარტები, კომპეტენციები, შესაბამისად უწყვეტი განვითარების სისტემა და მერე უკვე აღსრულება კლინიკებში და აქაც უღრმესი მადლობა რა თქმა უნდა მარეგულირებელ ინსტიტუტებს არ შეიძლება ეს არის ისტორია ჩვეულებრივი, რომელიც ანუ იქმნება და მას არაფერი არ ცვლის, ეს გახდათ აკრედიტაციის მოთხოვნა ჰოსპიტალურ ან პროვაიდერებს, სამედიცინო სერვისების პროვაიდერებისთვის, რამაც გააჩინა უკვე მოთხოვნა კონკრეტულად სტანდარტების, პრაქტიკის სტანდარტების დანერგვის კლინიკებში. რამაც ასევე გააჩინა მოთხოვნა უსაფრთხო ადამიანური კაპიტალის მიმართულებით. ამ კუთხით ასევე გაჩნდა მოთხოვნა და შესაბამისად საერთაშორისო პარტნიორების ჩართვით გადამზადდა უამრავი პროფესიონალი კლინიკებში. იქიდან გამომდინარე, რომ აკრედიტაცია იყო. შესაბამისად უკვე ბაზარზე გაჩნდა ყველა პროვაიდერში მაღალი ხარისხის საექნო მედპერსონალი იმ შესაბამისობიდან გამომდინარე, რა შესაბამისობაც სახელზე გვაქვს.
და ამან კიდევ უფრო მეტად მოგცა ამ თითოეულმა მოვლენებას საშუალება გამოწვევებთან ერთად, რომ მეტი პასუხისგებლობასთან ერთად კიდევ უფრო წინ წავიდეთ და განათლების სისტემის განვითარებას ხელი შევუწყოთ და რაც შეიძლება მეტი დარგის ჩართულობა. უწყვეტი სისტემა განათლების დაფუძნებულია და ეფუძნება ასევე სამხრივ თანამშრომლობას კერძო საჯარო პარტნიორობის ფარგლებში და ობიექტურ გადანაწილებას შესაძლებლობების. ძალიან დიდი მადლობა. ჯანსაღი კონკურენცია. ძალიან დიდი ეს არის მადლობა. ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ამომწურავით ეს ფაქტო პასუხი გამეცით, მაგრამ მე მიყვარს ხოლმე ძალიან პრაქტიკულად ჩამოვიდეთ. ეხლა არ მინდა დარჩეს ჩვენი საქმე მაყურებელს დაბეჭდება ისეთი რომ დღეს საქართველოში საელექტრო მიმართულებით ყველა პრობლემა გადაჭრილია, ხო მართალია? აი და დავართ ასე ვთქვათ, აი ოკეანის სანაპიროზე ალბათ სადღაც მუხლებამ და წყალში მე მგონი მთელი ოკეანე გადასავლელი გვაქვს. შეიძლება დავახასიათოთ ეს ადგილი, მაგრამ თავარია რომ მობილიზებულად გახართ უკვე იქ სადაც გახართ და ემზადებით. მე მინდა გითხრათ ასეთი რამ, ესე იგი მე ბევრ გამოწვევას ვხედავ ამ მიმართულებით. პირველი გახდათ ის რომ რაოდენობა, ისაც არ არის ვერ იქნება, იმიტომ რომ არის მაგარ ბატონო მესამედი სამიანი ელექტრების რაოდენობა და პირველ რიგში ალბათ ძალიან ბევრი უნდა ვილაპარაკოთ აი ამ რაც ახლა თქვენ საუბრობთ, მაგრამ მარტო ეს ლაპარაკი რასაკვირველია ვერ გახდება мотивация იმისათვის რომ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი გახდეს მიანი ელექტრი. აუცილებელია რომ ესე იგი ამ პროფესიის ადამიანებს უნდა ქონდეთ რაღაც გარკვეული ანაზღაურება, რომ შეწყდეს გადინება კადრების უცხოეთის სხვა წარმატებულ ქვეყნებში, სადაც მათ მეტ ანაზღაურებას უხდიან და კადრებზე ძალიან დიდი მოთხოვნილებაა უფრო მაღალ ანაზღაურებად ქვეყნებში. მეორე ჩემი სხვა რაბათ ვთქვათ, ჯერ კიდევ ესეთი პესიმისტური განწყობილი ამ მიმართულებით გახლავთ ის რომ კვალიფიციური პერსონალი ჭირდება უკვე არსებული ექთნებისთვის, გადამზადებისთვის უნდა არსებობდეს ტრენერები, რომლებიც მუდმივად იმუშავებენ ამ მიმართულებში და აი ამ მიმართულების ამ პროცესის დაფინანსებელი უნდა არსებობდეს. აუცილებლად ვინ დააფინანსებს იმას, როგორ მოხდება ამის ორგანიზება, როგორი სიხშირით იქნება სავალდებულობა, როგორ განისაზღვრება, როგორი ანალიზი გაკეთდება, თქვათ, აი რომელ პროფილში რა უნარჩვევები და რა სამედიცინო უნარები უნდა გააჩნდეს ექიმს იმისათვის რომ მან გაწიოს კვალიფიციური მომსახურება და ამავდროულად მინდა გითხრათ რომ არის ერთი რასაკვირველია ძალიან კარგია რომ ითხოვენ აკრედიტაციას დაწესებულებებს მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს ფორმალური სახე აკრედიტაცია უნდა ჩატარდეს ნამდვილად უმაღლესი სტანდარტებით და უნდა იყოს ის გრძელვადიანი და განმზობადი და არ უნდა ემზადებოდეს კლინიკა მხოლოდ აკრედიტაციის მიღების პროცესში ეს სტანდარტი უნდა იყოს შენარჩუნებული ყველგან თანაბრად ერთ დონეზე ეს რომ შეინარჩუნო ამას ჭირდება კვალიფიკაცია და რაოდენობა რაოდენობა რადგან არსებობს გარკვეული დრო რომლის შემდეგაც კვალიფიციური მომსახურების უნარი არ გააჩნია არ შეიძლება ექთანი რადგან დეფიციტში ვიმყოფებით რომ 1-24 საათი მორიგეობდეს ერთ კლინიკაში შემდეგ იყოს ესე იგი გამოუძინებელი მიდიოდეს მეორე კლინიკაში და ირღვევა შრომის კოდექსის ყველაზე უმნიშვნელოვანესი მოთხოვნები რომ უხიფათო სერვისს რაგით კვალიფიციური ექთანი იყოს გაწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ნორმირებული იქნება მის სამუშაო საათები და აი ამ გამოწვევებს ახლა რაც მე ჩამოვთვალე ია მილაპარაკა ყველაფერი პოზიტიური მე ვლაპარაკობ რომ პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს ამიტომ მე მიყვარს ყოველთვის პრობლემას არ უყურებ ცისფერი სათვალით მე მიყვარს პრობლემას უყურებ რეალურად თუ პრობლემა ძალიან ეხლა კიდევ მეორე ია გახარებულია იმიტომ რომ აბსოლუტურად მდგარ და ბერკეტები გვაქვს ხელში ძალიან მიხარია ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ბერკეტები გაჩნდა საერთაშორისო პარტნიორები კვალიფიციური ადამიანები რომლებიც ზადარიან დაფინანსების შესაძლებლობა გაჩნდა ინვესტირების შესაძლებლობები გაჩნდა აი ეს არის ექთნებისთვის ყველაზე დიდი და ამიტომ ეს ნუ გამოჩნდეს იცით გამოისახოს უკვე ანაზღაურების რაოდენობაში რომ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი რომ მოვიდეს აქ მოსვლის შემდეგ აი რაც უკვე თქვენ შექმნილი გაქვთ ის რომ შეინარჩუნო მისი ჯერ განავითარო მერე უკვე შეინარჩუნო მისი კვალიფიკაცია და ასე შემდეგ აი ამ ჩემს მიერ ჩამოთვლილი გამოწვევებზე თქვენ როგორ გესახებათ რა არის აი ამ გზაზე რას ხედავთ აი პერსპექტივას მით უმეტეს დარგი სადაც მესამედია თქვა სამეცნიერო ყველაზე დიდი კოლაფსია ყველაზე დიდი პრობლემა მართლა ჩვენს პროფესიაშია საექთნო პროფესიაში შედარებით იქაც დიდი დეფიციტია მაგრამ შედარებით ჩვენი პროფესია ბევრად პრობლემურია ამ ხრივ და აი ამ ახალი გამოწვევებით და კანონმდებლობის შედეგად მიღებული
ცვლილებების შედეგად მე ველი იმას, რომ დაიწყება და სავალდებულო გახდება უწყვეტი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა ქვეყანაში მიანი ექთნებისთვის. ეს იქნება პროფესიული განვითარების სტიმულიც და ვალდებულებაც პირველ ეტაპზე შეიძლება გარკვეული მტკივნეული ნაბიჯებიც იყოს დასაქმებული ადამიანებისთვის. ასაკობრივ კონტექსტში დაუშვათ შეიძლება ზოგი, ადამიანს ზოგს უნდა განვითარება, ზოგს არა. ხო ეს აბსოლუტურად, მაგრამ თუ უნდა პროფესიაში დარჩენა და თუ უნდა მუშაობა და თუ უნდა რომ ახალ სიცოცხლეს მოემსახუროს, რა თქმა უნდა, მან უნდა პროფესიულად თავისი თავი განავითაროს, ხო? რა თქმა უნდა, აი ამ გამოწვევებით, აი კომპეტენციები როდესაც ჩამოყალიბდება, როდესაც განსაზღვრული იქნება, რას აკეთებს მიანი ექთანი, მისი საქმიანობა, როდესაც განსაზღვრული იქნება ზუსტად აბსოლუტურად ორსულობის, ანუ ანტენატალური მოვლის საქმეში ჩართულობა გაიზარდოს მიანი ექთნის როლი მშობელთა სკოლის საქმიანობაში. იქ უამრავი თემაა, რაც მიანმა ექთანმა უნდა ასწავლოს ორსულს და მოამზადოს მშობიარობისთვის. პრევენცია პირველად იჯანდაცვის. რა თქმა უნდა და ასევე მშობიარობა, ანუ მშობიარობის პერიოდში პირველი, მეორე, მესამე ეს არის ის პერიოდი, როდესაც 99%-ს მშობიარე ქალი და მიანი ექთანი ატარებენ ერთად. კი, ესეც ძალიან ეს არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი ქალის ცხოვრებაში, როდესაც ელოდება ახალი სიცოცხლე უნდა დაიბადოს, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ალბათ ქალის ცხოვრებაში და მიანი ექთანი არის მისი პარტნიორიც, პატრონიც, დედაც და რა ვიცი, ალბათ იმიტომ ერქვა ბებია ქალი, ალბათ ბებიას ავითებდა ალბათ ჩვენს პროფესიას. ხო, და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკმაოდ მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს ეს პროფესია. მოითხოვს საექთნო უნარჩვევების სრულ ცოდნას. ჩვეულებრივ ყველა პროცედურის სრულ ფლობას, ხო? და ამას ზევიდან დავაშინოთ უნდა მიანობის კარგი ცოდნა, მშობიარობის მართვა, ორსულობის მართვა, რა თქმა უნდა და აი აქ განსაზღვრული სტანდარტები, კომპეტენციები აბსოლუტურად უნდა მკაფიოდ იყოს განსაზღვრული და დადებული, რომ ადამიანმა იცოდეს, რომ მოდის ამ პროფესიაში, რას გააკეთებს და რა და არ არის ამხელა პასუხისმგებლობა რომ უნდა იყოს, რომ და ორ სიცოცხლეზე აგებს პასუხს უნდა იცოდეს ზუსტად რას აკეთებს და უნდა კონდეს წარმოდგენა რამხელა პასუხისმგებლობის წინაშეა და უდიდეს თეორიულ ცოდნასთან ერთად რა თქმა უნდა პრაქტიკული ცოდნაც და უნარჩვევებით საკმაოდ მნიშვნელოვანია და გადაუდებელ შემთხვევაში სისხლის ზენების შემთხვევაში და ასე შემდეგ, ანუ ურგენტულ შემთხვევებში როგორ უნდა იმოქმედოს გუნდური მუშაობის პრინციპით, როგორ უნდა ჩაერთოს საქმიანობაში და ასე შემდეგ. აქ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს და მე იმედი მაქვს, რომ აი ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად რადგან ჩნდება უწყვეტი განათლების ჩამოყალიბების საჭიროება და აუცილებლად დასაქმებული ადამიანები, ვისაც ეს ხელეწიფება და ამის სურვილი ექნება, თავის განვითარებისთვის იმუშავებს და ჩვენც ალბათ არა ნამდვილად დარგიც და მარეგულირებელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ გარკვეული ამ ადამიანებისთვის გარკვეული მოსამზადებელი ხელმისაწვდომობა იყოს მოსამზადებელი კურსი დაუშვათ ხიდი პროგრამა რაღაცა გარკვეული აი ესეთ საგანმანათლებლო კურსი შეიქმნას, რომლებიც მერე შეძლებენ უფრო კვალიფიცირად და უფრო კარგად ასწავლონ და გახდნენ ტრენერები მომავალი მისთვის, რა ქვია, მიანი ექთნებისთვის და ასევე მოქმედი მიანი ექთნებისთვის, რომლებსაც უკვე საკვალიფიკაციო ჭრილში უკვე 5 წელიწადში ერთხელ ან გამოცდა იქნება ჩასაბარებელი, სალიცენზიო გამოცდები იქნება ჩასაბარებელი და ასე შემდეგ. აი ამ მიმართულებით მე ძალიან გეიმედება აი ეს კანონი კი ნამდვილად. და თუ შეიძლება ერთ საკითხს დავამატებდი ნატამ, რაც აღნიშნა, რომ ეს სურვილი გაჩნდება, რომ საკუთარი თავი თვითგანვითარებაში მონაწილეობა მიიღოს და ხელმისაწვდომობა ვახსენე. ძალიან მნიშვნელოვანი არის ექთნების და მიანი ექთნების დარგობრივი ორგანიზაციების და გაერთიანებების უდიდესი პასუხისმგებლობა და როლი, იქიდან გამომდინარე, რომ ანუ ხელი შეწყობა წევრობის ფარგლებში მათ ეს უწყვეტი საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფა მოახდინონ. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ადვოკატირება აუცილებლად მნიშვნელოვანესია და შესაბამისად ხელშეწყობა კარიერული განვითარების მათ შორის და აუცილებელია უფლებების დაცვის ნაწილში და შრომის. ავიწყება პროფესიონალურ განვითარების ახლა ასოციაციებს რო უყურებ, რაღაც ასოციაციებს გონიათ, რომ ისინი არიან რაღაც ერთგვარი ზედამხედველები და მარეგულირებლები და რაღაც ეს ფორმატი და მუნდირი უფრო მორგებული აქვს, ვიდრე რეალურად ევალება ასოციაციის ფუნქცია და გაერთიანების გახვათ დარგის განვითარებაზე ზრუნვა. თითოეული პროფესიონალის ანუ
დარგში უნდა შეიქმნას აუცილებლად პირველ რიგში საგანმანათლებლო ტრეინინგები. მაღალი ხარისხის თანამედროვე აპდეიტი უნდა ხდებოდეს, ანუ განახლება უნდა ხდებოდეს ფეხ-და-ფეხ, თქვათ, მსოფლიო მიღწევებთან მიმართებაში, უნდა ზრუნავდეს თითოეული მისი წევრის განვითარებაზე, განათლების ამაღლებაზე, კვალიფიკაციაზე და შიდა, თქვათ, ასეთ შემთხვევაში შიდა ასოციაციის თუ გაერთიანებების შიგნით უნდა ირჩეოდეს თითოეული გადაცდენის შემთხვევა. ყოველგვარი გარე დასჯის მოლოდინში კი არა, იმას დაიჭერონ, იმას ჩამოაღწევენ. არა, ეს არის ზემოთ არსებული მარეგულირებელი დაწესებულების ფუნქცია. თქვენი შიდა ფუნქცია არის ის, რომ თქვენთან გაერთიანებული ადამიანის თუ კი ადვოკატირებას პირდები, ამავდროულად მას უნდა მიცე ხელში ცოდნა, რომელთაც ის იქნება დაცული. ცოდნა არის ყველაზე დიდი ადვოკატირების შე შემთხვევაში და აი პროფესიონალიზმის გზაზე თქვენ უნდა ეს გააკეთოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თუ რამე დამატებითი რეგულაცია გჭირდებათ ამ გზაზე იმისათვის, რომ თავიდან ადამიანი შეიძლება თქვათ ვერ მიხვდეს რა არის საჭიროებები და ამიტომ რომ ყველა ადამიანის სწორი ქცევა ყალიბდება კარგი რეგულაციების ქვეშ, ამიტომ თქვენ უნდა იზრუნოთ იმასაც, რომ სამინისტრო გამოიყენოთ, მიმართოთ გავთ კომუნიკაცია, რომ დამატებითი მარეგულირებელი თქვათ ნორმატიული აქტები შეიძლება შეიქმნას, რომელიც თქვენ ამ გზაზე ძალიან დაგეხმარებათ და წაგადგებათ. ია, მე ძალიან მიხარია, რომ ეს საქმე მოკეთე ძალიან სერიოზულად გთხილი მოკიდებული. ეხლა რა ეტაპზე ხართ თქვენ? გაქვთ თუ არა უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის, უკვე საექნო განათლებისთვის შექმნილი სპეციალური სილაბუსები, გაჩნდა თუ არა დამატებითი უმაღლესი განათლების რაღაც კერების, რაც ექნები მომზადებიან, არის თუ არა საშუალო განათლების, თქო ექნების კიდევ რაღაცა საგანმანათლებლო კერები და აი ამ ორის დიფერენციაცია თქვენთან როგორ ხდება, იმიტომ რომ თქვა აი საფეხურების განვითარება, რანგირება თუ მოხდება, ესე იგი ამ ექნების და რა იგეგმება, აი ამასთან დაკავშირებით ორიც ეთქვა. მადლობა, დიახ, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი არის პირველ რიგში კომპეტენციების განსაზღვრა, რაზეც უკვე რეგულირების ფარგლებში ამ ეტაპზე მიდის მუშაობა, რომ განისაზღვროს უმაღლესი დონის, საუნივერსიტეტო დონის კომპეტენციები და კვალიფიკაციები და განისაზღვროს შესაბამისად პროფესიული განათლების დონის კვალიფიკაციები. იქიდან გამომდინარე, რა მოთხოვნა აქვს ბაზარს და ჩვენს რეალობაზე მორგებული. ეს არის უნიშნელოვანი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია საერთაშორისო გამოცდილება, მაგრამ თითოეულმა ქვეყანამ თავისი გარკვეული ევოლუცია განვლო და განვითარდა იმ კონკრეტულ ნაციონალურ მოთხოვნილებებზე და მოთხოვნილებებს ქვეყანას ჰქონდა. ჩვენთვის თავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ მოვარგოთ ჩვენს საჭიროებებს და შესაბამისად საჭიროებებზე დაფუძნებული სისტემა შევქმნათ განათლების. უკვე არსებული პროფესიული განათლების მეხუთე დონის საფეხურის, ეს არის 180 კრედიტი საგანმანათლებლო პროგრამა დღეს ექთნებისთვის. ამ პროგრამიდან კარიერული განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში შესაბამისი კვალიფიკაციების შემუშავება და სისტემის შემუშავება, რომ გაგრძელება შეძლოს პროფესიონალმა უმაღლეს განათლებაში სწავლის. ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მუშაობთ როგორც დარგი ამ მიმართულებით ორივე მხარესთან. ეს გახლავთ კვალიფიკაციების განვითარების ნაწილში, პროფესიულ განვითარებაში, განათლების სამინისტროს და კვალიფიკაციების დაფინანსება მიდის სტანდარტების შემუშავების, ეს უკვე გაჩნდა ეს ფაქტორი აი დუების ფარგლებში და მეორე ნაწილი გახლავთ დარგი დამკვეთი ჯანდაცვის სამინისტრო, მარეგულირებელი საბჭო, რომელიც უკვე შეიქმნა და პრეცედენტი, რომელიც არ არსებობდა ქვეყანაში და ეს განხორციელდა, სადაც უკვე ექთანი დარგის წარმომადგენლები, მაგალითად ექთათა გაერთიანება, მიანი ექთნების ასოციაცია და გაერთიანება წარმოდგენილია და ასევე ნიუმენი სხვა მიმართულება, რომელიც ლიტერატურაზე და საგანმანათლებლო რესურსებზე მუშაობს, ექთნები არიან წარმოდგენილი საბჭოში და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტიზა მარეგულირებელში, პოლიტიკის წაყვანის ნაწილშიც ამ დონეზე წარმომადგენლობა გვყავს. ეს შესაბამისად გულისხმობს იმას, რომ ხმა საექთნო დარგის საჭიროებების და გამოწვევების მარეგულირებელთან კომუნიკაციაში ძალიან მჭიდროდ იქნება. შემდეგი საკითხი აი ამ განვითარების ნაწილში რა ეტაპზე რასაც ვავითარებთ არის ახლა ის, რომ ასოციაციის წევრობის პაკეტების გადახედვა. იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე ცოტა სხვა იყო, იქიდან საკითხი იდგა ისე, რომ სახელმწიფო საშუალო სახელმწიფო ისი ითვლება და საერთაშორისო რეკომენდაციებს მიუყვებით და შესაბამისად ისე ვავითარებთ პაკეტებს, ასე რომ ვთქვათ, შემადგენლობას, რომ ხელმისაწვდომობა გაიზარდოს წევრისთვის და თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ უნდა მიეცეს ადვოკატირება, განათლება, მისი ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი. ამაში შემოდის ასევე ვებინარები, რომელიც ყოველთვე ჩვენი დარგის სპეციალისტები ჩაატარებენ ჩვენი დარგის წარმომადგენლებთან, წევრებთან, რომელიც ასევე მათი ბენეფიტები იქნება ექთნების და ცნობიერების ამაღლება უკვე მოგცემს პოპულარიზაციის
ანუ შესაძლებლობებს, ასევე მოგცემს ინფორმაციულობა და კომუნიკაცია გაიზრდება დარგთან, ყველა კლინიკებთან, რასაც უკვე როგორ ფორმატში ვახორციელებთ, ეს არის რომ დარგობრივი ორგანიზაცია ექთანთან გაერთიანება თანამშრომლობს 8 პოლიპროფილურ ჰოსპიტალთან ამ ეტაპზე და აერთიანებს 13 ორგანიზაციას. სტომატოლოგია, ფარმაცია, შინმოვლა, მიანი ექთანი დუოს ფარგლებში. წარმოიდგინეთ, ეს გახლავთ უკვე უზარმაზარი შესაძლებლობა დარგის გამოცდილების გაზიარების და ცნობიერების ამაღლების. ექთნის мотиваცია რომ უფრო მეტი ისწავლოს, მოვიდეს, იმიტომ რომ ეს ბენეფიტი აქვს. ანუ მასზე სრულ ამიდეს. ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს არის ბიზნეს სექტორიდან სახელმწიფო ანაზღაურების ნაწილი. ეს პირდაპირ არაზეც მუშაობთ, ეხლა დარგი გახლავთ ის, რომ საერთო დოკუმენტაცია შემუშავდება, რომელიც უკვე მოგცემს საშუალებას შესრულების ინდიკატორები, KPI ინდიკატორები დავდოთ, რომელიც დაიდება ეროვნულ დონეზე, ეს დაგჭირდება ანუ რა თქმა უნდა მარეგულირება და დახმარება, რომ შესაბამისად ბიზნეს სექტორს გარდა იმისა, რომ мотиваცია ექნება, ხო, თავისი мотиваცია ჩართული, იმიტომ რომ კაპიტალი უნდა მოიმზადოს თავისთვის. ასევე შესაბამისად იქნება უკვე განსაზღვრული ჩარჩოები, რომელთაც უნდა დააკმაყოფილოს, ხო? რომ შრომის კოდექსი არ დაიღოს შესაძლოა უფლებები. ამიტომ ეს ინდიკატორები, კომპეტენცია მაგალითად ჩამოყალიბდა 20 კომპეტენცია რაღაც კონკრეტულ მეანი ექთნის მიმართულებაში, 20 კომპეტენციის შეფასების ინდიკატორები და KPI ინდიკატორები, რაც მიბმული იქნება გრეიდინგ სისტემაზე და ანაზღაურებაზე. რომელიც უკვე არ იქნება ერთპიროვნულად და ესეთი უნიფიცირებული და мотиваცია განვითარების რომელიც გრეიდი აქცია და გადავინაცვლე კატეგორიაზე, ეს არის ჩვენი დარგის როლი და ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, რომ რანგირება უნდა იყოს აუცილებელი. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ძალიან საინტერესო და ეს დიალოგი გამოგვივიდა. ამოვწურთ მე მგონი იმიტომ ყველა მიმართულებით ამ ეტაპზე ეს იგი რაც გაგვაჩნია, მე ის გადამჩენია გისურვოთ ძალიან დიდი წარმატება თქვენ. მესმე მადლობა. იცით რომ თქვენი რესურსი ჩემ შემთხვევაში და ჩვენი დემეთა და ბაქშამთხვევაში ძალიან დიდი დოზით იქნება გამოყენებული, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან აქტიური და დიდ პროექტზე მუშაობთ და თქვენ ჩართულები ხართ დავიდა ბოლომდე და ამ პროექტის შემდეგ ცალკე მოვუყოთ ჩვენს მაყურებელს. მე მინდა დაგემშვიდობოთ კიდევ ერთხელ წარმატებები გისურვოთ. მე მინდა ჩემს ტელემაყურებელს დავემშვიდობოთ და აუცილებლად უთხრა რომ ძალიან დიდი არმია, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ძალიან საპატიო პროფესიის წარმომადგენლების და მე ვიმედოვრებ ეს მიმართულება ძალიან კარგად განვითარდება და თითოეული თქვენთაგანი ამას იგრძნობს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პულს ეთერში. ნახვამდის.